მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც იდეაში ამოუწურვადი თემა არის და შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა, 30 წუთიან ეპიზოდში სრულად მიმოგვეხილა ის, ამიტომ გავაწყვეტეთ დღევანდელ გადაცემაშიც ნაწილი კვლავ დავუთმოთ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკის საკითხს და ეს ყველაფერი მასში განვიხილოთ გენდერულ პოლიტიკასთან, იდენტობების პოლიტიკასთან, რომელიც ერთად ჯამში წარმოადგენს იმ ძლიერ ინსტრუმენტს ძალაუფლების ხელში, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად მასა აქციოს მართვადად. ჩვენ ესე იგი პრინციპში გადავწყვეტეთ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა უკვე განგვეხილა როგორც ესე კოქტეილად რა, შემოგვეთავაზებინა, სადაც რაღაცასთან ერთად უკვე ცალსახა და თვალნათელი ხდება თუ რაში არის საჭირო მისი ვთქვათ ასეთი ფორმით მიწოდება საზოგადოების თურმე ეს ყოფილა ძალიან ისეთი ძლიერი მართვის მექანიზმი და ამას ცოტა შორიდან რომ მოვყვეთ ეს გენდერის პოლიტიკასთან ტანდემში იდეალური რამ გამოდგა მასების ვთქვათ პრიმიტიული ჯგუფების ძალიან მარტივად სამართავად ჩვენ ცოტა შორიდან რომ მივუდგეთ ეს ყველაფერი მოდის ნეომარქსისტებისგან ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი ჰერბერტ მარკუზე, რომელიც ამბობს ძალიან საინტერესო რამეს, რომ მარქსი და მოგეხსენებათ, რომ მთელი ევროპა არის დაფუძნებული ლიბერალურ დემოკრატიასა და კულტურულ მარქსიზმზე, ანუ ეს მარქსიზმი შეიცვალა. მარქსი თუ ეძებდა იმ ადამიანთა ჯგუფს, ანუ რევოლუციას მოახდენდა ის ადამიანი და პროცესებს წარმართავდა ის ადამიანი, ვისაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ესეთი ადამიანი იყო შრომელი იმ პერიოდში, პროლეტარიატი. როდესაც ინდუსტრიული რევოლუცია კიდევ უფრო განვითარდა და შეიცვალა წარმოების საშუალებები, აი ჰერბერტ მარკუზე ამბობს, რომ შრომელი ან პროლეტარი აღარ არის ის ადამიანი, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს. მან იყიდა თავის ბედნიერება. ეხლა ჩვენ გვჭირდება ახალი ჯგუფის ძიება, ახალი ადამიანების, ვთქვათ, იდენტობების ძიება, რომელსაც დასაკარგი არაფერი ექნება და ის იბრძოლებს თავდაუზოგავად. და ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ადამიანები არიან სხვადასხვა უმცირესობები, რასობრივი, სექსუალური, გენდერული, ყველანაირი უმცირესობები, რელიგიური, ვინც არიან კულტურული მარგინალები ამ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ისინი იჩაგრებიან და შესაბამისად რევანშისტული ხაზი უნდა აიღონ მათ ამ საზოგადოებას. ზუსტად ეს ხაზი ვითარდება ევროპაში. გენდერული პოლიტიკა არის იმ მასშტაბზე მიღწეული, რომელზეც არასოდეს არ ყოფილა და შეგვიძლია ამას თავისუფლად სიგიჟე უწოდოთ. ევროპაში ვხედავთ, რომ განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში სათამაშოები არის, რომელსაც სქესი არ აქვს, ანუ გენდერ ნეიტრალური სათამაშოები, საპირფარეშოები, რომლებიც უნისექს ტუალეტებია. და ყველაზე მთავარი, რაც ამ მიმართულებით ხდება, შენ აკადემიურ სივრცეში, ანუ სამეცნიერო წრეებშიც, ეს არის, შენ ვეღარ დაწერ სამეცნიერო ნაშრომს, სადაც ესე იგი გენდერული დისბალანსია ვთქვათ რამე ფორმით გამოხატული. შენ უნდა დაწერო მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიისთვის და უკიდურეს ლიბერალიზმისთვის სასიკეთო ტექსტი, სამეცნიერო ნაშრომი. ეს ტანდემში ნარკოპოლიტიკასთან ერთად და ნარკოპოლიტიკაც მოგეხსენებათ, ხო? როგორ რა არის ესე იგი ვთქვათ მანამდე ადამიანს რომელსაც ეუბნებოდი რომ შენ მკურნალობა გჭირდება დღეს ეუბნები რომ ეს შენი უფლებაა და პირიქით მაგარი ტიპი ხარ და ეს ტანდემში ქმნის უკვე პროტესტის სრულიად სხვა მასშტაბს და სრულიად სხვა ტალღას და მართვის სხვა ინსტრუმენტებს. მარქსისტული პროექტი, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან რევოლუციებში გადაითარგმნა, რეალურად საზოგადოებას უჩვენებდა იმ ყოფიერებას, რომელშიც ძალიან მარტივად იყო განლაგებული როლები, რაც იკითხებოდა მხოლოდ კლასობრივი განსხვავებით ერთმანეთთან და ძალიან მარტივად ჩნდებოდა ის პრობლემები თუ ის დაპირისპირების სივრცეები, რომელიც გააჩნდა დიდარსა და ღარიბს და შესაბამისად იმისთვის, რომ ეს მათ შორის არსებული სივრცე შემცირებულიყო, მათ შორის რაღაც ტიპის ეგალიტარიანიზმი გაჩენილიყო, ამის ბრძოლის იარაღად და ამის ბრძოლის იდეად გამოიყენებოდა მარქსისტული ფილოსოფია. როდესაც იდენტობის პოლიტიკები შემოდის მის ჩამნაცვლებლად, ეს უკვე ხდება რეალურად კონსუმერული ფილოსოფია, იმიტომ რომ აქ შენ თავად ის საზღვრავ, რა იქნება შენი იდენტობა
რაც შეფუთულია იმაში, რომ ეს არის უმაღლესი ინდივიდუალიზმი, ეს არის რეალურად არჩევანის თავისუფლება, უფლებებისთვის ბრძოლა. ამავდროულად ამით ხდება საზოგადოების ყველაზე მეტად ფრაგმენტაცია, ამით ხდება ყველანაირი ღირებულებითი ველების და ტრადიციული ველების მოსპობა, იმიტომ რომ როდესაც იდენტობის პოლიტიკები შემოდის და გემით უმეტეს გენდერის პოლიტიკა შემოდის საზოგადოების ყოველდღიურობაში, რომელზეც შენ აღნიშნე, რომ აკადემიურ სივრცეებში აკრძალული არის გამაკრიტიკებელია წინააღმდეგობრივი აზრის დაფიქსირება, ეს არამედ მხოლოდ აკადემიურ სივრცეებში, ზოგადად საჯარო სივრცეში ასე არის. კინო, ლიტერატურა, მუსიკა, ყველგან. რეალურად ჩვენ ამ იდენტობის პოლიტიკებით მივიღეთ ცენზურის ის სახე, რომელსაც აღარ ქვია ცენზურა და ამის კორექცია, რომელიც რეალურად ცენზურა არის, რომელიც გიკრძალოს, რომ რაიმე კრიტიკული გამოთქვა და ეგრევე ამის გამო გაფორმდები ტრანსფობად, ჰომოფობად და ასე შემდეგ. ამ ცენზურის ფორმას დაერქვა და ამის წინააღმდეგ ბრძოლას დაერქვა ფაქტ-ჩეკინგი, რაღაც გადამოწმება, რამდენად მავნებლური თუ სიძულვილის ენის შემცველი არის შენი საუბარი და შენი რიტორიკა და ამით მოხდა რეალურად ხალხს გაჩუმება, ამით მოხდა რეალურად ის, რომ სააზროვნო სივრცე, სამსჯელო სივრცე გაქრა საერთოდ საჯარო სივრციდან და უბრალოდ უნდა მიიღო პირდაპირ ის მოცემულობა, რომელიც გეუბნება, რომ მაგალითად რაც ამერიკაში ძალიან ძლიერად დაიწყო და ნელ-ნელა ედება მთელ ევროპულ ცივილიზაციას, რომ მაგალითად რიგ ქვეყნებში 16 წლამდე 21 წლამდე ალკოჰოლის შეძენა არ შეიძლება და მართვის მოწმობის აღება არ შეიძლება, მაგრამ 8 წლის ბავშვს შეუძლია თქვას, რომ თუ ბიჭი არის გოგოდ გზნობს თავს და მას ავტომატურად დაუწყებენ ჰორმონოთერაპიას, სქესის შეცვლის ოპერაციას ეგრევე ჩაუტარებენ, ისე რომ ოჯახს არ აქვს უფლება, რომ საწინააღმდეგო აზრი დააფიქსიროს, რომ თქვას, რომ ეს ჯერ ბავშვია და შეუძლებელია მის ფსიქიკა იყოს იმდან ჩამოყალიბებული, რომ ეს რეალურად ასე გზნობდეს ამას და მისი გადაწყვეტილება იყოს. მნიშვნელოვანი საკითხი ასევე ის არის, რომ აი ეს გენდერული პოლიტიკა მიმულია, ესე იგი აი ამ პოლიტკორექტულობის და მულტიკულტურალიზმის იდეასთან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის პროექტი და ის მოძრაობა, რომელიც იყო cancel culture-ის სახელით. რაც გულისხმობს, რომ ესე იგი შენი ისტორიაში რევიზია გააკეთო, გადახედო და ამ გადმოსახედიდან შეაფასო. მაგალითად, დღევანდელი სტანდარტით გენდერული თქვათ სენსიტიურობით და დემოკრატია და ასე შემდეგ მოთხოვო ალექსანდრე მაკედონელს. მაგალითად, არისტოტელეს ამოღება მოითხოვო სასწავლო კურიკულუმიდან, იმიტომ რომ ის არ იყო საკმარისად შემწყნარებელი ქალების მიმართ და ცოტათი, ესე იგი, მასში შეინიშნებოდა მიზოგინია. შენ დაანგრიო, არ ვიცი, ჩერჩილის ძეგლი. მოითხოვო, რომ იცი რა არის, ჩვენ ფილოსოფიას ვსწავლობთ, მაგრამ ეს ძალიან ევროცენტრისტულია. მოდი აფრიკელი ფილოსოფოსები გვასწავლეთ, და აფრიკელებს არ ყავთ როგორც ეს ფილოსოფოსები. მიხვდი აი პრინციპი რა არის, შენ კინო ისტორიულ ფიგურაზე უნდა გადაიღო, ოღონდ შეუცვალო მას ყველაფერი, კანის ფერი, სქესი, იდენტობა, რელიგია, სარწმუნოება, ხო როგორ შეიძლება ჯვაროსნებზე გადაიღო ფილმი და მთავარი მახასიათებელი იქ შეცვალო და რელიგია შეუცვალო, ხო? ნუ სიგიჟეა, ხო? მაგალითად სიტყვა woman რო არის, ხო? ამ სიტყვის თქვათ ამოღებას ითხოვდნენ, იმიტომ რომ ის მენიდან მომდინარეობს. history-ზე ამბობდნენ, რომ ეს არის მისი ისტორია, ანუ his story. და ესე იგი მთლიანად იმ კულტურის შეცვლას ითხოვენ, რამაც ეს ყველაფერი მოიტანა აქამდე. ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს იმდენად არალოგიკური, არაფილოსოფიური, არამეცნიერული დისკურსია, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. ეს არის მასების სამართავი, იმიტომ რომ შენ ქმნი ძალიან ისეთ მიზნობრივ აუდიტორიას, ძალიან ჰომოგენურ სეგმენტს, რომელიც ტოტალიტარიზმის ყველაზე საინტერესო ფორმით არის, თქვა შენიღული. ბილი ტოტალიტარიზმი შეგვიძლია. იმიტომ რომ ჩვენ ტოტალიტარიზმი ყოველთვის წარმოგვიდგენია, რომ ეს არის რაღაცა ნაციზმი, რეპრესიები, ადამიანები მოდიან, დახვრეტენ, გადაასახლებენ, ასე შემდეგ და თურმე არა, სუფერფერებით და ძალიან მარტივი. იმით შენ ქმნი ჩვეულებრივ ზომბებს და სექტას, რომელიც მართლა შეაკვდება ამ იდეას. და ეს არის deep state-ის ისეთი სერიოზული ჩანაფიქრი და ისეთი ნაწილი გეგმის, რომელსაც, წყალი არ გაუვა. ეხლა რაზე ვლაპარაკობთ, მაგალითად, ჩვენ თუ ეხებით deep states და განსაკუთრებით აი ამერიკულ ტალღას, რომელიც ვრცელდება ამ პოლიტკორექტულობის და გენდერის სახელით, ხო? ჩვენ კარგად ვიცით, რომ
მაგალითად როგორ ხდება, აი რა შორს მივდივართ ეპშტეინის ამბავი, რომელთაც ესე იგი ტრამპი თავს იწონებდა, რომ ამას ყველაფერს ფარდას აუხდი. მაგალითად ფავტედის თემა, ხო? მათი პრინციპი რა იყო? ესე იგი ადამიანების შანტაჟი და კომპრომეტირება. მე სულ ამბობდი, რომ კი ეს ციხის კადრები მიშა სააკაშვილი, რომელსაც აკეთებდა მანიაკალური ის იყო, თურმე ეს ყოფილა მთლიანად იქაური სცენარი. იმიტომ რომ აი ფავტედის ის რო გავიხსენოთ ისტორია რა, როგორ ხდებოდა, მანამდე ქონდა ხმისჩამწერი სტუდია, თავის ნიჭიერი კაცი იყო, ქმნიდა ახალ ვარსკვლავებს, მაგრამ ეს ყველა ვარსკვლავ ხან გაექცეოდა, ხან რაღაც კონტრაქტს აურღვევდა, ზოგს ესროლა, ზოგს სასამართლოდ იმოუგო, მაგრამ აი ვერაფერი ვერ გაუკეთა ისეთი ფუნდამენტური, რითიც ბოლომდე დაიჭერდა და ამის ყველაზე ისეთ ალტერნატივად მოიფიქრა მათი კომპრომეტირება. მათი კომპრომეტირება რა თქმა უნდა რომ ხდებოდა სპეცსამსახურების საშუალებით. იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა ვთქვათ ჰოლივუდის სტარი და ელიტა ესე იგი ესე გააბრუო ერთმანეთში პერვერსიული სექსით დააკავო და შემდეგ აი ეს ყველაფერი აღწერო კამერაზე. იმიტომ რომ უკვე ის კომპრომეტირებული ადამიანი ბოლომდე ყავს მოკაჩული, ბოლომდე ისე ყავს მიხდი და ეს არის საინტერესო რომ ვიღაცებს აი ვაინშტაინს, ფავტედის ვიღაცებს ესე საჩვენებლად ვთქვათ დაეჯახნენ ციხეში დაიჭირეს მაგრამ პრინციპი იგივენაირად გრძელდება და მე სულ მაგას ვადარებ ხოლმე, აი ნარკოტრასა რო არის, ხო იცი? ძალიან კარგად აწყობილი და ტრაილერებით რო გადის და სახელმწიფო რაღაცა ერთ ვთქვათ ტრაილერს რო გააჩერებს საჩვენებლად, რომ აი ჩვენ ვებრძვით ნარკოპოლიტიკას, ნარკოტიკების ესე გადინებას, არა და მთელი გზა რო არის და მთელი სისტემა აწყობილი. დაახლოებით ეგ არის რა, იმის რა ქვია ფავტედის შემთხვევაში, დაახლოებით ეგ პრინციპია. ჩვენ უყურებთ რომ ეხლა ხდება Deep State-ის რეალურად რებრენდინგი. ეს არის დიდი გეგმის ძალიან ისეთი კონცეპტუალური ნაწილი და ამის შესასრულებლად შენ ნარკოპოლიტიკა ძალიან მაგარ მექანიზმად გესახება რა, იმიტომ რომ ადამიანს თუ პლუს დაუმატებ ნარკოტიკს ნარკოტიკულ თრობას, რეალურ ყოველდღიურობას მოაცდენ და გადაიყვან სხვა ხაზზე და პლუს ადიქციურად და დამოკიდებულ ადამიანს დააჯერებ, რომ ეს ძალიან მაგარია და შენ არათუ სამკურნალო, არამედ პირიქით წინა ხაზზე უნდა იდგე და შენი უფლებებისთვის იბრძოლო და აღარ უნდა დაიმალო, ხო? საერთოდ ყველაფერი კოქტეილში ქმნის რაღაცა საოცარ პრინციპს. ხო, ანუ სინთეზი ლიბერალური ნარკოპოლიტიკის და გენდერული პოლიტიკის ცალ-ცალკე რო გავყვეთ მათი ჯამით, რომ შევხედოთ შემდეგ რამდენად მარტივდება საზოგადოების დამორჩილება, ლიბერალური ნარკოპოლიტიკით შენ აღწევ იმას, რომ მაქსიმალურად ზრდი მოხმარებას, იმიტომ რომ ყველას ხდება ეს ხელმისაწვდომი და ეს აღარ არის დასჯადი და შენ აღარ აწარმოებ პოლიტიკას, რომ ამას ჭირდება რეაბილიტაცია და ამას აქვს საზოგადოებრივი სტიგმა და ყველაფერს ხსნიდა გადაკავს უკვე გართობის ველში და პირიქით ძალიან სტილნი არის და ახალგაზრდული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს კიდეც მსგავსი გართობის საშუალებები, რითაც შენ ერთი რომ ფსიქოლოგიურ სედაციას ახდენ საზოგადოების დამორჩილებულ და ადიქციურ ინდივიდებს ქმნი, რომლებიც კონკრეტულად არიან დამოკიდებული სუბსტანციაზე და იმ სუბსტანციისგან მიღებულ ემოციაზე და როდესაც ამას უკვე თან ერთვის იდენტობის პოლიტიკა და გენდერული პოლიტიკა, აქ უკვე შენ შემოგაქვს ის მნიშვნელოვანი ღირებულებითი ბზარი, რაც არის მაგალითად ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი, ის გამაერთიანებელი კომუნალური სივრცეები, რომლებიც ევროპის პირმშოა და რომელიც ამერიკაშიც იყო ძალიან მკაფიოდ და დღემდე არის რიგ შტატებში, მაგრამ ეს აღარ არის მეინსტრიმი. პოზიციონირებული შესაბამისად ამორის ერთი სინთეზი შენ გაძლევს ერთი დამორჩილებულ და მეორე სრულად ეთიკა შეცვლილ საზოგადოებას. ალბათ ყველაზე კარგი მაგალითი არის Aldous Huxley-ის მამაცი ახალი სამყარო, სადაც ზუსტად აი ის ვახსენეთ ჩვენ ტერმინი რბილი ტოტალიტარიზმი, სადაც ორუელისგან განსხვავებით და ეგეც ის არა, რომ რატო არის მაგალითად საჯარო სივრცეში ორუელი უფრო მეტად ციტირებადი ვიდრე Huxley. იმიტომ რომ ორუელი პირდაპირ გაჩვენებს ტოტალიტარიზმს თავისი მთელი სისასტიკით, როგორი არის დიქტატურა, როგორ ხორციელდება, ძალადობრივად როგორ იმორჩილებენ ადამიანს. განსხვავებით მამაცი ახალი სამყაროსგან, სადაც აქ ადამიანები თავისი ნებით ირჩევენ, რომ იყვნენ დამორჩენებული, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალება სომა, რომელიც არ არის მიწოდებული როგორც ნარკოტიკული საშუალება, ეს არის
ცუდი ემოციებისგან გათავისუფლების სუბსტანცია, რომელზეც არის ყველა დამოკიდებული. ეს არ არის რაღაც ძალადობრივი ან სახელმწიფო არ გაიძულებს რომ შენ ეს მიიღო, უბრალოდ შენ იზრდები ისეთ გარემოში, სადაც ამის არ მიღება არის დევიაცია, როგორც ახლა თავი რო გტკივა და წამალს რო არ დალევ და ოპერაცია რო გასაკეთებელი ოპერაციას რო არ იკეთებ და ვიღაც რო შემოგხედავს რომ რას აკეთებ კაცო აგერ. არსებობს ამისი მედიკამენტი და თავს უნდა უშველო. შესაბამისად ანუ ჰაქსლის მიერ აღწერილი ის დისტოპიური სამყარო, სადაც და თან კარგად მოდის კავშირში deep state-თან, იმიტომ რომ იქაც არის ბიუროკრატია, რომელიც მართავს სამყაროს, იქაც არის ის არა ინდივიდუალური ტიპები, რომლებიც ახორციელებენ ამ რეპრესიულ პოლიტიკას, ახორციელებენ ამ დამორჩილების პოლიტიკას და არის დიდი ფარმაკოლოგიური ბიზნესი, რომელიც არის ნაწილი აგრეთვე deep state-ის, რომელიც გიჩვენებს იმ სურათს, რა მარტივად ხდება ადამიანის დამორჩილება, როდესაც შენ ქმნი ისეთ ფონს საზოგადოებაში, რომ ამის მოხმარება არის აუცილებელი შენი ემოციებისგან, რეალური სურვილებისგან, თუნდაც ამბოხისგან, რეალური ამბოხისგან, გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ამას როდესაც ემატება უკვე მე იდენტობისგან განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც შენ გეუბნება, რომ რაც მოგეწოდა მაგალითად ოჯახისგან, რაც მოგეწოდა შენი ქვეყნის კულტურისგან, ეს არ არის რაც უნდა მიიღო, შენ უნდა შექმნა ახალი და შენი, ეს იქნება შენი პირადი ინდივიდუალიზმი. რეალურად ამით ხდება ის დამორჩილება და ის კონტროლის მექანიზმები შენზე აღსრულება, რომელიც გონია, აი ხმე თავისუფლებისთვის ვიბრძე რეალურად, ჩემ პირად თავისუფლება არის. იმიტომ რომ მე ასეთი არჩევანი გავაკეთე. და რეალურად შენს მაგრად უკვე გააკეთეს არჩევანი, უბრალოდ შენ დაგტოვეს ამ ილუზიაში. ესე იგი ფარმაკოლოგიაზე შენ რაც ახსენე, რა თქმა უნდა და მე ის გამახსენდა ურსულა ფონ დერ ლაიენის ქმარი და საქმეს Pfizer-ის კომპანიაში და მე მაქედან მოგაჩეს რა. ხო, რასაც შელაპარაკობ ძალიან კარგი ალუზია, იმიტომ რომ Aldous Huxley-ს ეს დისტოპიური მოდელი ძალიან კარგად გვაჩვენებს ტოტალიტარიზმის სრულიად ახალ ფორმას და ამას სამეცნიერო სივრცეში, მაგალითად სოციოლოგიაში ეწოდება შემდეგი. პირველი არის პანოპტიკუმის საზოგადოება, სადაც ყველაფერი ხდება ძალდატანებით, რეპრესიებით, ინდოქტრინაციით, დახვრეტით, სიკვდილით და ასე შემდეგ და მეორეს ქვია ფიტნეს საზოგადოება. ფიტნესი არის ესე იგი როგორი საზოგადოება, სადაც ყველაფერი ხდება სურვილის აღძვრით და შენ ილუზია გექმნება, რომ ამას შენი სურვილით აკეთებ. მე რო შენ ეხლა დაგიდო ორი თქვათ მაისური და всё მეტი არჩევანი არ მოგცე, მაგრამ არჩევანს მაინც შენ აკეთებ იმ ორ მაისურს შორის, მიხვდი? დაახლოებით ეს არის შენ როდესაც უქმნი აღუძრავ სურვილს, მაგრამ იმ თქვათ არჩევანში უკვე მოცულია ის თქვათ პასუხები. დაახლოებით ეგ არის და ეს დისტოპიური მოდელი ძალიან კარგად ახსნის რა ამ ყველაფერს, შენ სწორად ახსენე ნარკოტიკული საშუალების შესახებ, იმიტომ რომ თუ ესე იგი ჩვენ პრინციპი რა მივიღეთ, მანამდე რაზეც არსებობდა სტიგმა და ეს სტიგმა იხსნება, ამას ემატება, რომ შენ მაგალითად ნარკოტიკის შემთხვევაში მკურნალობიდან გადადიხარ უკვე ბრძოლის ველზე, სადაც თავაწეული ძალიან ამაყი და ისეთი ხარ, რომ სხვას მიუთითებ უკვე და მორალური უპირატესობა გაქვს სხვისადმი, შენ შეგიძლია მიუთითო რა როგორ გააკეთოს, როგორ მოიქცეს, იმიტომ რომ შენ არაფერი დაგიშავებია, მიხვდი? არა და რეალურად შენი მთავარი დრაივი და мотиваცია არის იმ ხელახალი განმეორება იმ ნარკოტიკული საშუალების და მეტი არაფერი. და ასევე რაც შეეხება ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას, ეს ცხადია და ფაქტებით და ციფრებით არის გამყარებული, რომ თქვათ მოხმარებას ზრდის ყველა ქვეყანაში, ყველგან და ყოველთვის. ჰაქსლი რო ახსენეთ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც დამახსოვდა ციტატა, იყო როგორ მოიხსენი, როგორ ხდება სომას აღწერა ერთ-ერთ პერსონაჟის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ქრისტიანობა ტანჯვის გარეშე. და ანუ რეალურად ხო იდეალურ ჩამანაცვლებელი ისეთი გამაერთიანებელი ეთიკის როგორც არის ქრისტიანობა არის ზუსტად ის ადიქციური საშუალებები, რომლებიც შენ ის მაგალითად რითაც მოსანანიებლად მიდიხარ, ის მაგალითად რითაც შენ ყოველდღიურ ეთიკას ადგენ, რაღაცა სულის ხონებაზე ფიქრობ, ევქარისტიაში ჩართვას ცდილობ და ასე შემდეგ და რაღაც რიტუალებს ასრულებ, ტრადიციას ასრულებ, რაც გადმოეცემოდა შენ გვარს და შენ შთამომავალს და ასე შემდეგ, შენ ამას რეალურად ანაცვლებ სუბსტანციით და ეს ხდება უკვე შენც ახალი რელიგია. და რეალურად
ქრისტიანობა ტანჯვის გარეშე იგივე რაც აი ფაქტები დაცლილი თავიანთი სუბსტანციების ომი სიკვდილის გარეშე და ლუდი ალკოჰოლის გარეშე და ყავა კოფეინის და არ ვიცი რებრენდინგზე რებრენდინგი ახსენე შენ და ეგ მნიშვნელოვანი რაღაც არის ხო იმიტომ რომ ტრამპი მთელ თავის წინასაარჩევნო დაპირებებას აწყობდა და რიტორიკას აგებდა deep state-თან დაპირისპირებაში რომ ის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა ამ თემაზე არის რომ ჩვენ გავანადგურებთ deep state-ს ან deep state გაანადგურებს ამერიკას და ან პირველი ბრძანებულებები რაც გასცა კაბინეტში მოსვლის შემდეგ და ეს იყო ერთ-ერთი თავარი რის გამოც აირჩიეს ხო ის აგრეთვე იყო რომ მანის deep state-ის ხილული ინსტრუმენტები რომლებიც უკვე ყველასთვის გასაგები იყო რომ სამართავო ინსტრუმენტებად გამოიყენება სხვა ქვეყნებში გავლენების გასავრცელებლად ისინი დახურა ეს იქნებოდა USAID ეს იქნებოდა NEDI ეს იქნებოდა მედია პროპაგანდის საშუალებები როგორც იყო რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა და ასე შემდეგ. მან აგრეთვე გაასაჯაროვა ეს ეპშტეინის კუნძულის სიები, რომელიც აგრეთვე სრულ გეგმის ნაწილი იყო და მან აგრეთვე გაასაჯაროვა ის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და deep state-თან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხი რაც იყო კენედის მკვლელობა. Und მან თავარი თემა რა იყო, ციან მე მაგალითად მაგრაველოდებოდი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი ესეთი საყვარელი ამ ჟანრში, რომელიც deep state-ზე მსჯელოს ფილმი არის, JFK, Oliver Stone-ის კენედის მკვლელობაზე, რომელშიც ძალიან ღიად აფიქსირებს იმ მოსაზრებას, რომ ეს იყო ფარული მართლობის მიერ აღსრულებული მკვლელობა და არაფერი ესაქმებოდა Lee Harvey Oswald და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტები, როდესაც გამოვიდა, იმდენი რაღაც არის ამ დოკუმენტებში გადახაზული, დაცენზურებული, დამალული, რომ იქნა შეუძლებელია შენ სრული სურათი გამოიტანო. ამიტომ ის ფაქტი, რომ deep state-ზე ყველაზე მეტად დაკავშირებული ორგანიზაციები და ყველაზე მეტად დაკავშირებული საკითხები გახდა საჯარო, შეიძლება რეალურად იყოს იმის წინაპირობა, რომ ეს არის მხოლოდ რებრენდინგი, არანაირი დამარცხება და არანაირი რეალური ბრძოლა შეიძლება აქ არ იყოს. მე თქონას რომ ესე არ იყოს. მე შევადარე ეს ნარკოტრასას, სადაც საჩვენებლად ერთ ტრაილერს გააჩერებენ იმეგიდით, რომ ვითომ ებრძვიან თქვათ ნარკოტიკების ესეთ გადინებას. მაგრამ ნახეთ, ჩვენ რო კიდე deep state-ი უფრო ცხადი გავხადოთ რა არის, მოდი დავუყოთ ის სამ ნაწილად. ერთი თქვათ რომ არსებობს ძალიან რთული ალგორითმი და ძალიან ღრმა ფერს ვგადგმული თქვათ ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში და სხვადასხვა კანონშემოქმედებით ან ახმასრულებელ ორგანოებში, რომლებსაც ნუ ეს რამოდენიმე ოჯახიან ეს კონგლომერატი მფარველობს და თქვათ ქმნის ამ იდეოლოგიას და მოქმედების მექანიზმს. მეორე ხაზი ეს არის მთლიანად თქვათ ეს პროექტები, რაც უნდა განხორციელდეს გინდა უნივერსიტეტში, გინდა კინოსტუდიებში, რა კინო უნდა გავიდეს, ესე იგი ადამიანს რა უნდა ანახონ, რა არის სწორი ქცევა, რა არ არის სწორი ქცევა და ვიცით რომ მაგალითად BlackRock-ის და Vanguard-ის საკუთრებაში არის ყველაზე დიდი კინოსტუდიები, Universal Pictures-ი და მსგავსი და Disney და ასე შემდეგ, ყველაზე დიდი, სადაც არის ძალიან ცალსახა თქვათ პოლიტიკა და იდეოლოგია, თქვათ რა უნდა ანახო ადამიანს. კინო რო ძალიან მნიშვნელოვანი იდეოლოგიური მექანიზმია, ყველამ ვიცით. ამერიკულ კინოს რო უყურებს არა ამერიკაში მყოფი ბავშვი, მაგალითად ის ხვდება, რომ რა არის კარგი ჩასაცმელი, რომელია კარგი მანქანა, რა არის სწორი ქცევა, როგორია კაი ჩხუბი და ასე შემდეგ. ანუ უკანა კარიდან აპარებს იდეოლოგიას. უნივერსიტეტები, მასობრივი მედია საშუალებები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის საჯაროდ რაც გამოდის და ამაში ასევე შედის შემდეგ ცალკე უკვე opinion maker-ები, ანუ ერთი არის თქვათ სხვადასხვა ორგანოების ძალოვან სტრუქტურებში და ასე შემდეგ, ვინც არის ეს ხალხი, უშუალოდ შემსრულებლები ამ deep state პროექტების, ან კანონშემოქმედებით დონეზე და სხვა საკითხებში და მეორე არის აი ეს opinion maker-ები, ვინც საჯარო სივრცეში ჩანან და მაგალითად აბა როგორ შეიძლება ხა ტრამპი რომ მოდიოდა წინა არჩევნებზე გახსოვთ, მთელი ჰოლივუდი ერთხმად დაეწყო და ყველა ამბობდა რომ ტრამპი არის ცუდი. გარდა იმის კლინტ ისტვუდისა რა და კიდე ერთი იქნებოდა ვიღაცა. მთელი ჰოლივუდი ყველა მერილ სტრიპიდან დაწყებული დენიროთი და იმით დამთავრებული. ერთხმად ერთი გახსოვს მიშა სააკაშვილის პერიოდში სამი მედია საშუალება რომ ზუსტად ერთ ამბავს, ერთი სცენარით, ერთი მძიმე წერტილმძიმით და ყველაფრით ერთნაირად რო ყვებოდა. მე მგონია რომ ზუსტად
ამისთვის იყო ეს ეპშტეინის კუნძული, ზუსტად ამისთვის იყო ფავტედის ის თქვა წვეულებები და ის, იმიტომ რომ შენ opinion maker-ები ასე ერთგუნდად რო შეკრა, შენ გჭირდება მათი კომპრომეტირება, შენ გჭირდება ისინი ყველანი დაჭერილი ყავდეს, რომ შენ გარეშე მათ გზა არ აქვთ, ისინი სოციალურად მოკვდებიან. პრინციპი ეგ არის რა. და რებრენდინგი ზუსტად მაგ მხრივ ხორციელდება, რომ ისინი გვაჩვენებენ რამოდენიმე кейს, რომელსაც ვითომ ებრძვიან. ჩემს ყველაზე კარგად რაც აღწერს თუ როგორ ოპერირებს Deep State არის რამდენადაც ბოდლერი უნდა ვაციტირო, იმიტომ რომ ბოროტების ყვავილებში არის ეგეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ინტელექტუალური ათეიზმის წინააღმდეგაა გაკეთებული, მაგრამ ძალიან კარგად ერგება Deep State-საც. ბოდლერი ამბობს, რომ ეშმაკის საუკეთესო ფანდი იყო, რომ მან ყველას დააჯერა, რომ არ არსებობს. ზუსტად იგივე Deep State-ის შემთხვევაც, იმიტომ რომ ამის მონათლა როგორც გიჟური კონსპირაცია, მაშინ როდესაც ამ ჩვენ ხო მართლა იმაზე არ ვაკეთებთ, რომ აი მე და შენ და ვიღაცა ქართული ოცნების ლიდერშიპმა დაინახა და ვიქტორ ორბანმა და აი ტრამპი მიხვდა და მართლა ჩვენ ხო არ აღმოვაჩინეთ ეს ყველაფერი, ანუ ამის ხო ჩვენ ფაქტებიც ვიცით კონკრეტულად თუნდაც ამერიკის წინა საუკუნის ისტორიიდან, რომელზეც სასამართლო მოკვლევა მიმდინარეობდა 20-იან წლებში, როდესაც ხუთმა დიდმა კორპორაციების ფლობელმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გადატრიალება მოეწყო ამერიკაში, მათი მარიონეტი პრეზიდენტი დაესვა და ანუ ამაზე არსებობს დოკუმენტაცია სასამართლოში როგორ განიხილებოდა. მე მგონია რომ ხალხს მაგის ახსნა აღარ ჭირდება, ვისაც არ ჯერა მით უარესი მათთვის. ანუ ბევრად დიდი პრობლემა არის ეს, რომ არ გჯერა. ესე იგი შენ იმედენად დაბალ ორგანიზებული, პრიმიტიული, ვულგარული აზროვნების ტიპი ხარ, რომ შენთვის რწმენის კატეგორია ლიბერალიზმი და არა იდეოლოგიის და არა თქვათ სწორი ფუნქციონირების. ანუ ის კი არა აირჩიე, იმიტომ რომ ესე ჯობია ხალხისთვის. არამედ შენ გწამს ჩვეულებრივი რელიგიური განზომილებაა და ეგეც სექტანტს შენ ფაქტებით ვერ აუხსნე, არგუმენტირებულად ვერაფერს ვერ გააგებინებ. დღეს ამ მოცემულობაში შენ თუ ეს ამ საკითხების არ გჯერა, ბევრად მეც ლაპარაკობს შენზე, ვიდრე Deep State-ზე და კონსპირაციაზე, ან იმ ხალხზე, ვისაც ამის ჯერა. ლიბერალურ პრიზმაში ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ არსებობს თემა, რომელსაც არ შეიძლება მაგალითად ხუმრობა. და თვითონ აქვს დაწესებული ცენზურა, მაგალითად ლიბერალები ვერ ხუმრობენ მუსლიმებზე, ვერ ხუმრობენ სექსუალურ უმცირესობებს და ასე შემდეგ. ანუ თურმე არსებობს მათთვისაც ეგეთი რაღაც, მაგრამ ნუ მაგას არ იმჩნევ, იმიტომ რომ ეგ ხუმრობა აღარ არის, ეგ სიძულვილის ენა, მაგრამ ქრისტიანზე როცა გადაობ, ეგ მოსულა. მაშინ არაა პრობლემა. ეგ არის რთული ალგორითმი, რომელსაც პოლიტკორექტულობა ქმნის. რა თქმა უნდა, და ანუ როდესაც არსებობს საკითხები, რომელზე სერიოზული მსჯელობაც არის სრულად გამქრალი, როგორც საჯარო ისე აკადემიური სივრცეებიდან, რომელზეც არ წარმოებს დიალოგი, რომელზეც არ ისმება კითხვები. ანუ ეს ხო ძალიან მარტივი მანიშნებელია იმისა, რომ რაღაცა არსებობს კონკრეტული ძალაუფლებრივი მექანიზმი, რომელიც ამის აკრძალვას და ამის ნიველირებას ცდილობს. ანუ როგორ შეიძლება Deep State, ანუ ამხელა კონცეფცია, რომელსაც აქ ძალიან მარტივად დადასტურებადი მარწუხებით მთელ ევროპასა და ჩვენთან უკვე რამდენად შესამჩნევია ეს ყველაფერი და განსაკუთრებით ამერიკაში, საიდანაც სათავეს იღებს ეს ყველაფერი. ამ საკითხზე როგორ შეიძლება მაგალითად არ იყოს მსჯელობა კულტურაში, როგორ შეიძლება ამაზე არ იქნაოდეს ფილმები, სერიალები, რაც გაკეთებულა ყველაფერი არის დახურული, ან ის რეჟისორი არის დაკენსელებული. და ხო იცი ის გამონათქვამი, თუ გინდა გაიგო ვინ და რა იდეოლოგია და რა სცენარი გაკონტროლებს, ჯერ გაიგე ვისი და რისი კრიტიკა არ შეიძლებაო. შესაბამისად, ზუსტად ეგ პრინციპია, როდესაც შენ მაგალითად ვერ ხუმრობ რელიგიურ, სექსუალურ და სხვა უმცირესობებზე, მაგალითად ვერ ეხები იმ ლიბერალური სტანდარტების და კულტურული მარქსიზმის, თქვათ, საკრალურ ნორმებს, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა, როგორიც არის სხვა ეს საკითხები, მულტიკულტურალიზმი და ასე შემდეგ, პოლიტკორექტულობას, როდესაც ვერ ეხები ხუმრობის დონეზეც კი საუბარი აღარ არის, რომ კინოში და მუსიკაში გამოიყენო მსგავსი პასაჟები, ხო? ესე იგი ხვდები, რომ რაღაცა შეგიქმნეს საკრალური, რელიგიაზე მნიშვნელოვანი ისეთი, როგორიც არის მაგალითად რაღაც სიწმინდეები, რაზეც არც ხუმრობა, არც კრიტიკა, არაფერი არ შეიძლება. შენ აქსიომატურად იღებ ამას, როგორც მათემატიკაში რაღაცას გადამოწმება არ ჭირდება და შენ ეს როგორც ისე უნდა მიიღო, რომ ეს არის კონსტანტა და სულ ასე იქნება და ამას კითხვაც არ დაესმის, ხო?
აი ასე აქვთ მიღებული ეს ლიბერალური ნორმები და შესაბამისად უნდა მიხვდე რომ რაღაცა მართვის მექანიზმში ჩადეს ისეთი რამ რაღაც რწმენამდე მიიყვანა ადამიანები ლიბერალები ანუ სექტად გახადა ხო მე მგონი ახლა ჩვენ მაურებს უსან თვალსაჩინო არის ის მხოლოდ და მხოლოდ ის საკითხი რომ ყველაფერი რაზე მსჯელობაც არის აკრძალული და გადევნილი ის არის ყველაზე მეტად ყურადღება მისაქცევი და აუცილებელი არის ყოველთვის მის ირგვლივ დაისვას კითხვები და მის ირგვლივ გაჩნდეს მეტი ხილვადობა. და მას თუ გაყვები, ანუ რისი კრიტიკაც არ შეიძლება, იქ ნახავ მიაკვლევ ფესვებს და საფუძველს თუ საიდან მოდის. ნახავ გზას. კი, და საიდან მოდის თურმე ეს ყველაფერი. მადლობა ყურადღებისთვის, ამით გემშვიდობებით. ნახვამდის შევხვდებით შემდეგ კვირა დღეს 10:09-ზე კლავ პოზიტივის ეთერში.